გამჭვირვალობაზე ქონდეს პრობლემა. მესამე წელია, რაც ქართული ოცნება დამოუკიდებელი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების საქმიანობას მიზანმიმართულად ებრძვის. ეს ყველაფერი კი გამჭვირვალობის სახელით დაიწყო. რატოა გამჭვირვალობა ცუდი? რა არის ცუდი გამჭვირვალობაში? კითხულობდნენ ქართული ოცნების დეპუტატები 2 წლის წინ. ჩვენთვის თავიდანვე ნათელი იყო რა სტრატეგია ჰქონდა ქართულ ოცნებას და რა იდგა რეალურად გამჭვირვალობის არგუმენტის უკან. ყველაფერი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების უცხოური ქვეყნის აგენტებად მონიშნით დაიწყო. ჯერ კიდევ 2023 წელს ქართულმა ოცნებამ მის მიერვე მართული პოლიტიკური ჯგუფის ხალხის ძალის სახელით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი დააინიცირა. ამ კანონით უცხოეთიდან მხოლოდ დაფინანსების მიღება საკმარისი იყო ღირსების შემლახავი აგენტის სტატუსის მისანიჭებლად. რეგულაციები პირდაპირ იმეორებდა ავტორიტარულ ქვეყნებში მოქმედი კანონების შინაარსს, რის გამოც საზოგადოებაში მათ რუსული კანონის სახელი მიიღო. ჩვენ მას ანტისახალხო, ანტიდემოკრატიულ, ანტიკონსტიტუციურ კანონს ვუწოდებდით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლმსაჯულის აღსაქმებით. 2023 წელს საზოგადოების მწვავე პროტესტის ფონზე ქართული ოცნება იძულებული გახდა ეს იდეა უკან გაეწვია. იმ დაპირებით, რომ ამ ინიციატივას ის აღარასდროს დაუბრუნდებოდა. პარლამენტი აპირებს ჩააგდოს ეს პროექტი. ერთი მომხრე 35 წინააღმდეგი გადაწყვეტილება არ არის მიღებული. პოლიტიკური განაცხადი, რასაც პასუხისმგებლობის დიდი ხარისხი ახლავს. და საზოგადოება მსგავს საკითხებს ესე არ ატარებს. მიუხედავად ამ დაპირებისა, უკვე 2024 წელს ქართულმა ოცნებამ საკუთარი ხელით დააინიცირა იგივე შინაარსის კანონპროექტი. გამჭვირვალობასთან ერთად ახლა ისინი უკვე ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზეც ალაპარაკდნენ. პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. პარლამენტში მწვავე განხილვების, ფართო საზოგადოებრივი პროტესტის, საერთაშორისო აქტორების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ კანონი ერთ თვეში დაამტკიცა. კენჭი ეყრება კანონის პროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მესამე მოსმენით 84 მომხრე 30 წინააღმდეგი კანონი მესამე მოსმენით მიღებულია. 2 წლის წინათ ცხადი იყო, რომ ქართული ოცნების მიზანი კრიტიკული ხმების ჩახშობა იყო. შესაბამისად, ჩვენ ამ ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდით. მიზეზი მარტივია. ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესების გარდა სხვა არავის ინტერესს არ ვემსახურებით. შესაბამისად ვერ დავირქმევდით იმას, რაც ბუნებრივად არ ვართ. კანონის აღსრულების მიზნით იუსტიციის სამინისტროში სპეციალური სამსახურით შეიქმნა. დაინიშნა დეპარტამენტის უფროსი, გამოიყო კადრები, თუმცა რეალობა ისაა, რომ ამ კანონის აღსრულების მექანიზმი პრაქტიკულად არ უმუშავია. რა მოხდა 26 ოქტომბრის შემდეგ? საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქართული ოცნება პარლამენტში მარტო დარჩა. ის ახლა ცდილობს ერთის მხრივ შექმნას დღის წესრიგი, ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოდან სიგნალები გაუგზავნოს და რა თქმა უნდა არ ჩამორჩეს ავტორიტარული ქვეყნების ტენდენციებს. შესაბამისად, პირველი რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესებიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამორიცხვა იყო. გარდა ამისა, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა წნეხი გაეძლიერებინა როგორც ორგანიზაციებზე, ასევე ფიზიკურ პირებზე და ამერიკული ფარას ქართული თარგმანი დაარეგისტრირა პარლამენტში. ამერიკული არის ძალიან ხისტი, ძალიან მკაცრი, რეპრესიული, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს, ითვალისწინებს მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ნებისმიერი ადამიანიც კი შეიძლება გამოცხადდეს აგენტად და შემდეგ ეს არის ამერიკული კანონი. ამ კანონის მიღებით რეჟიმი ცდილობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დასაჯოს ის პირები, რომლებიც ამერიკული ფარას შესრულებაზე განაცხადებენ უარს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული ფარასთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პირი უცხოელის ინტერესების შესაბამისად უნდა საქმიანობდეს, ბუნებრივია ქართული ოცნება კანონში არსებულ არაერთ ბუნდოვან და პრობლემურ ჩანაწერს სწორედ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამერიკაში 1938 წელს მიღებულ ამ კანონს და მის მართლაც პრობლემურ დებულებებს ამერიკის ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებები და სასამართლოების პრაქტიკა აბალანსებს. ჩვენთან კი ცხადია და უკვე დიდი ხანია დამოუკიდებელი ინსტიტუტები ქართული ოცნების სრული კონტროლის ქვეშ არიან მოქცეულები. რა დამატებითი ნაბიჯებით გეგმავს ქართული ოცნება ორგანიზაციებზე წნეხის გაძლიერებას. მათი ერთ-ერთი ბოლო ინიციატივა უცხოური დონორებისგან გრანტის მიღების წესს შეეხება. ინიციატივის მიხედვით, გრანტის მიღებამდე ორგანიზაციას მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღება დასჭირდება.
მნიშვნელოვანია მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს თანხმობის წესის დამკვიდრება. ამ თანხმობის გარეშე უცხოეთიდან გრანტის მიღების შემთხვევაში ორგანიზაციები გრანტის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. ბუნებრივია ასეთი წესის შემოღება ორგანიზაციების საქმიანობას არსებითად ქართულ ოცნებაზე დამოკიდებულს გახდის. რა შეგვიძლია ვთქვათ? ქართულ ოცნებას რეალურად გამჭვირვალობის საკითხი არ ადარდებს. მისი მთავარი საზრუნავი არც რეალური სუვერენიტეტის დაცვა. ოცნების ერთადერთი ამოცანა კრიტიკული აზრის, დამოუკიდებელი სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების დასუსტება და მათი საბოლოო გაქრობაა. ბოლო 2 წელია ქართული ოცნება გეგმაზომიერად მიყვება სპეციალურ ოპერაციას, რომელსაც პროპაგანდისა და რეპრესიული კანონების ხელით ახორციელებს. არადა უნდა გავიხსენოთ, რომ ყველაფერი თავიდან გამჭვირვალობის სახელით დაიწყო. რატოა გამჭვირვალობა ცუდი